გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად 90 მილიარდ ევროს ოდენობით ერთობლივი სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. პარალელურად რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლებაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონის თქმით, ევროპას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი მოუწევს. შაბათ-კვირას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას გეგმავენ. უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დადებით ეტაპს უახლოვდება. იმედი მაქვს უკრაინას სწრაფად იმოქმედებს, განაცხადა დონალდ ტრამპმა. გაერომ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 79 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს დღეს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის პატრიარქმაც უმასპინძლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა აჭარის პოლიციამ. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა ედებათ ბრალად. საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო 20-ულშია. რეიტინგის ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. შეერთებული შტატები მწვანე ბარეთის პროგრამას აშერებს. ამის შესახებ საშინაო უსაფრთხოების მდივანმა განაცხადა. მწვანე ბარეთის პროგრამის შეჩერების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მსახურება დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ამ დროისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე.